საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი იწყება. გადაცემისთვის ერთი ასეთი ეპიგრაფი ვიპოვე. მე ბრალს ვდებ ქართულ ოცნებას საქართველოს სახელმწიფო ღალატში. მე ბრალს ვდებ ქართულ ოცნებას სახელმწიფო ღალატში. აცხადებს ერთ-ერთი ქართველი ქალბატონი. მარტო ეს ქალბატონი რომ იყოს, რომელიც მაინც ახლოს არ არის გონიერებასთან, რა თქმა უნდა ეს დიდი პრობლემა არ იქნებოდა. ეს იქნებოდა უბრალოდ ღიმილის მომგვრელი რაღაცა იუმორის თემა და მეტი არაფერი. მაგრამ ბევრი ვინმე ზდებს ბრალს საქართველოს მთავრობას, საქართველოს ხელისუფლებას. ისეთ დანაშაულებში, რომელიც უაღრესად მძიმეა. ამგვარ დანაშაულში ეჭვის მიტანა, ამგვარი დანაშაულის გამოცხადება უკვე ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა დაწყებულია. დაწყებულია სერიოზული ბრძოლა. დაწყებულია შესაძლებელია ითქვას სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა. ეს თითქოს ახალი არ არის, მაგრამ აი ამ ბოლო დროს გამოვიდა საზოგადოების განსახილველად თემა, რომელიც რა თქმა უნდა ბევრ რამეზე მიგვანიშნებს და ბევრ რამეს მეტყველებს. BBC, ცნობილი BBC, თავისი ბრალდებით მოწამვლის შესახებ. ქართულმა პოლიციამ თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ვიძიებთ სინამდვილეში რასიზმიან წყლის ჭავლის მანქანებიდან. იდგა აი რაღაცა მძაფრი სული, რომელიც აი სულქვას აძლიერებდა. დავკითხულობ, რამდენად მივიდა მთავრობა იქამდე, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს. მასშტაბებთან ერთად წვავდა. ეს ნამდვილად არ არის ქიმიკატი, რომელიც შეიძლება ხალხს პროტესტის დროს შეასხა. ის უაღრესად სახიფათოა, დაუშვებელია მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარება. კანონს ადამიანთა უფლებების შესახებ და ყოფილი თანამშრომლებისგან ვიგებთ, ვინ აორგანიზებს. პოლიციის ქმედებებს და ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს რუსეთისკენ მიბრუნებაზე. ესეთი ხდება, დღეს ხდება მოსკოვში, ესე ხდება ბელარუსიაში, ესე ხდება გროზნოში, ესე ხდება ავტორიტარულ დიქტატორულ ქვეყნებში. აი ასეთი არის შესავალი ამ ფილმისა, რომელიც BBC-ს შეუქმნია საქართველოს წინააღმდეგ, უпростоრად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. რას ნიშნავს ეს? ეს ან ნიშნავს იმას, რომ BBC-ს მართლაც აქვს რაღაცა მამხილებელი საბუთები იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა მომწონებელი ნივთიერება ისეთი, რომელიც არის აკრძალული, რომლის გამოყენება დაუშვებელია და ასე შემდეგ. ან რაღაცა არის დასავლეთში ჩაფიქრებული და ყველაფერი ეს უნდათ შეფუთონ ამითი. უნდათ საზოგადოებრივი აზრის შექმნა, უნდათ განწყობილების შექმნა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ საქართველოში. და შემდეგ ამას რაც მოყვება, ვიცით ხოლმე ისტორიიდან, პრაქტიკიდან, მაგალითებიდან, მოყვება ამას ან სახელმწიფო გადატრიალება, ან ჯერ დესტაბილიზაციის შექმნა და დესტაბილიზაციის ხარჯზე საბოლოოდ ხელისუფლების შეცვლა, ასე იქნება თუ ისე, ყოველ შემთხვევაში მიმართულება აქეთკენ არის აღებული. ესე იგი, ან გვაქვს ერთი შემთხვევა, რომ რაღაცა მართლა დიდი დანაშაულია ჩადენილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ან გვაქვს მეორე შემთხვევა, როდესაც დასავლეთში სპეცსამსახურები, დასავლური სახელმწიფოები იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ. რომ იბრძვიან ეს ფაქტია, ეს ახალი აღმოჩენილი არ არის, მაგრამ ეს კიდევ ახალი ტალღა, რომელიც ჯერ არ დამცხრალა და ტალღა, რომელიც უნდათ რომ გააძლიერონ და ახალი სიცოცხლე მიანიჭონ. ახლა ჩვენ მე შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ ფილმიდან და თქვენ დააგვირდით, შეეცადეთ აღმოაჩინოთ იქ რამდენად მართალია, რამდენად არსებობს ხელჩასაჭიდი მომენტები იმისთვის, რომ რა ბრალდებასაც BBC-ს ეს ფილმი
უყენებს საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას, რამდენად არის ეს ყველაფერი მოცემული თუნდაც ამავე ფილმში. არის თუ არა ეს რეალობა, თუ უბრალოდ მუსიკა ადევს ამ ფილმს, დუ რაღაცა მონოტონური და ამ მუსიკით და იმ ტექსტით, რომელიც დასაბუთებული არ არის, მარტო ისეა წამონასროლი ჰაერში, შექმნან განწყობილება. ესე იგი, მაყურებელი იმას კი ვერ აცნობიერებს, რომ რის შემოთავაზებაც სცადა ფილმის ავტორებმა, სცადეს. აი ეს შემოთავაზება დასაბუთებული კი არ არის, არამედ ისია, ყასიდად მოწოდებული იმისთვის, რომ დანარჩენს განწყობის შესაბამისად მოვექცეთ აი ამ ფილმის გავლენის ქვეშ. ნახოთ, ასეა თუ ისეა, დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ. აი კიდევ ერთი სიუჟეტი. ჩვენ ფაქტიურად პრორუსული მთავრობა გვყავს. მათ საქართველოს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერების ყველა რესურსი და ხელსაწყო აქვთ. რუსეთის პოზიციაა, რომ მისი მეზობელი ქვეყნები ევროკავშირში არ უნდა შევიდნენ. ხო, აქ არაფერია ნათქვამი ამ მომწამლელ ნივთიერებაზე, ეს არის წმინდა პოლიტიკური განცხადება და არის გაკეთებული მცდარი განცხადება. სხვათა შორის რუსეთის ხელისუფლებას არც ერთი ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკის მისამართით არ გაუკეთებია ის განცხადება, რომ ისინი ევროკავშირში არ უნდა შევიდნენ. პირიქით, რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ ევროკავშირში შესვლის სურვილი ეს არც დანაშაულია და არც რამე საშიშროებას არ წარმოადგენს რუსეთისთვის. ვისაც უნდა თუ ევროკავშირი თანახმა იქნება შევიდნენ ევროკავშირში. ნატოსთან დაკავშირებით არის პრობლემა. მაგრამ ამ ქალბატონმა ეს შეგნებულად გააკეთა. ნატო იცის, რომ სამხედრო ბლოკია და ასე თუ ისე გარკვეული საფრთხის შემცველია და საზოგადოების ყურადღებას რაღაცნაირად ამახვილებს, მაგრამ ევროკავშირის წევრობას თუ გვიშლის რუსეთი. რატომ გვიშლის ევროკავშირის წევრობას? ეს ხომ არ არის სამხედრო კავშირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ერთი სიტყვით აი ამ პატარა სიცრუეში, რომელიც ახლა ამ ქალბატონმა იკადრა, რაღაცა მიზანია ჩადებული და გათვალისწინებულია ის, რომ ამითი სურთ, რომ უარყოფითი გავლენა მოახდინონ ქართულ საზოგადოებრივ აზრზე. ქართველები უნდა განგვაწყონ ისე, როგორც თვითონ ეს ქალბატონია განწყობილი. ხო, მივყეთ კიდევ მოვლენებს. მას შესხურების ძალიან ფართო რადიუსი აქვს, მაგრამ ასევე პირდაპირიც ზუსტი დამიზნების შესაძლებლობა. თუნდაც მცირე წვეთები მოხვედრილ იყო კანზე, წვას გრძნობდი და თუ ნიღაბი არ გეკეთათ, კივილი ისეთივე იყო, თითქოს წიწაკის სპრეი შეგასხათ. რამდენხანს გრძელდებოდა? ვერ ჩამოვრეცხე, არ ვიცი, დღეების განმავლობაში. ახლა რამდენად დამაჯერებელი ამ კაცის ნათქვამი, ან საერთოდ რამდენად არის თქმული აქ, რომ გამოყენებული იყო ის კომპონენტი ქიმიური, რომელიც არის მომწამლელი და რომელიც არის დაუშვებელი. არა, ეს არ იყო რაღაც ზოგადი განცხადება იყო, თუმცა ეს ტიპები, ვინც მონაწილეობენ აი ამ ფილმში, შემდეგ ბოლოს უარყოფენ ყველაფერ ამას და ჩვენ ნახავთ, რომ მათ არა აქვთ იმისი საფუძველი, რომ რასაც ფილმში ამტკიცებდნენ, ის რეალობაში ამტკიცონ, ის თუნდაც დაკითხვების დროს ამტკიცონ, ის თუ გაიმართება ასეთი რამ სასამართლო პროცესზე ამტკიცონ. არა აქვთ, იმიტომ რომ საფუძველი არ გააჩნიათ. და რა კი საფუძველი არ გააჩნიათ, რა თქმა უნდა, გაურბიან ასე მტკიცებებს, მაგრამ მეოდნავ გავასწარი მოვლენებს. აი კიდევ ერთი ეპიზოდი. მაგრამ ეს ქალი ბევრ მათგანს იცნობს, ის ერთ-ერთი მათგანი იყო. თამთარ ეხუიაშვილი პოლიციის ყოფილი ოფიცერია. ის აქციაზე გასასვლელად ემზადება. რა თქმა უნდა, შემხედრიან ჩემი თანამშრომლებიც. ნიღბითაც მინახავს და უნიღბოთაც. და ხა წლები რომ აქ ადამიანთან ნამუშევარი თვალებითაც ვიცნი. როგორც პოლიციელი ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლიციას ასეთი რამ შეეძლო. ვაი გონწასულ ადამიანს რომ კიდევ წიხლს მიაყოლებ ერთს კი არა ორს. იქ უკვე რა პოლიციელობაზეა საუბარი, საერთოდ ადამიანი არ ხარ. შენ ხარ საზოგადოების მტერი ეგეთ დროს.
ეს არის პოლიციის აკადემია რო დავასრულე. ამ დროს მეგონა რომ ძალიან ბევრი ცვლილების მოხდენა შემეძლო. და მე ძალიან კარგად მახსოვდა ჩემი ფიცი. პოლიციის ფიცი, იმიტომ რომ ეს არ არის სისტემის ერთგულება. ეს არის ხალხის სამსახურში ყოფნა. აღმოჩნდა ვიღაცა ქალბატონი პოლიციის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც ჩათვალა, რომ პოლიციის რიგებში ყოფნა არ არის ხალხის სამსახურში ყოფნა. აგენტურის რიგებში ყოფნა არის ხალხის სამსახურში ყოფნა. ეს მისი არჩევანია. მას აქვს უფლება ასე მოიქცეს. თუმცა აგენტურაში ჩაეწეროს ამის უფლება არავის არ აქვს იურიდიულად და არც მით უმეტეს მორალურად, მაგრამ ამ ქალბატონმა ასე გააკეთა. კეთილი და პატივს არის. ეს როგორც თქვი მისი უფლებაა. კი, მაგრამ ეს ფილმი რაზეა? ამ ფილმში თუ ლაპარაკია იმასთან დაკავშირებით, რომ მომწამლელი ნივთიერება, რომელიც არის აკრძალული და რომელიც არის დაუშვებელი და რომელიც არის სიცოცხლისთვის დამანგრეველი და უკიდურესად საზიანო და ასე შემდეგ, აი ეს იქნა გამოყენებული, თუ ამაზეა, მაშინ რა შუაშია ამ ქალბატონის თუნდაც მისი ბიოგრაფიის, აი ამ ნაწილის გამოტანა და მისი დამოკიდებულება, ვთქვათ, ფიცთან და ასე შემდეგ. რა შუაშია, სადა რაზეა ლაპარაკი? რის შესახებ არის ფილმი და შემდეგ რის შესახებ გვიყვებიან ამ ფილმში? აი კიდევ ერთი მაგალითი. ჩემი მოტივი თქვენთან ურთიერთობის თანამშრომლობის ძირითადად არის ის, რომ როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს რეალურად რა ხდება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. 28-ში როცა დირექტორის მოადგილემ დამიძახა და დამავალა გეგმის მომზადება, ძალიან აღელვებული იყო თვითონ ის პიროვნებაც, ანუ სრული გამოძახება მოახდინეს. ანუ შეთავაზება თავიდან იყო საუბარი, რომ მხოლოდ დაუშვათ დაცული და დაუცველი ქვედანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ აქციის მშვიდობიან გარემოში ჩატარებას. 2300 კაცის მობილიზება მოახდინა მარტო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა იმ დღეს 6 წლის მტკორცნი მანქანა გაიყვანეს. იმაში უნდა გქონდეს წინსრები ინფორმაცია, რომ დაუშვათ რაღაცა იგეგმება, დაუშვათ შეიძლება პარლამენტში შეჭრა მოხდეს, შეიძლება რაღაც, ანუ არაფერი მსგავსი ინფორმაცია არ იყო. ანუ ამათი გათვლა იყო, რომ ამ ხალხის მიმართ მოეკლათ, ანუ ამ ხალხში, ანუ მიდგომა შინაგან საქმესამისლოში იყო შიშის დათესვა. ანუ ძნელია, იცი, უყურო მსგავს ვიდეოებს და ემოციის გარეშე გაატარო. აქციები დამბრუნდებოდნენ, ბედნიერები იყვეხნიდნენ, რომ აი თურმე რამდენი ადამიანი დააკავეს, რამდენი ადამიანი ცემეს და მე ერთი სული და ერთი მოლოდინი პრემია როდეს ჩაერიცხებათ. ეს იყო სიბინძურე. ის მსგავსი დღეს არ ვიცი ახლა რასაც ვცდილობდი რომ მომეძებნა, ესეთი ხდება დღეს ხდება მოსკოვში, ესე ხდება ბელარუსიაში, ესე ხდება გროზნოში, ესე ხდება ავტორიტარულ დიქტატორულ ქვეყნებში. ჭავლის მანქანებში შესაბამისი ქიმიური ნივთიერებების შერევა და შემდგომ წყლის ჭავლის მანქანის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრის მოადგილე, აი ესეთი ბინძური ჯაჭვი არის შეკრული. ახლა დავსვათ შეკითხვა, რა იბოდიალა ამ კაცს? რა გვითხრა, აი რა, რომ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მინისტრის მოადგილე. აბა ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას? აი ასეთი ბინძური ჯაჭვი არის შეკრული. რა ბინძური ჯაჭვი ვნახეთ ჩვენ მის მონაყოლში? აბსოლუტურად არაფერი. ცარიელა ფუყეს სიტყვები, რომლებიც არაფერს არ გვეუბნებიან, სათქმელთან დაკავშირებით, რისი მტკიცებაც სურთ ვაჟბატონებს BBC-ს წარმომადგენლებს, ამასთან დაკავშირებით არაფერი არ არის ნათქვამი. ნათქვამია ცარიელი ფუყეს სიტყვები და შემდეგ არის დასკვნა გაკეთებული, რომ ასეთი ბინძური ჯაჭვი არის შეკრული. ესე იგი,
აი ამ ასეთი ბინძური ჯაჭვი რომ არის შეკრული, ამის წინ იყო ნათქვამი, რომ გადაწყვეტილებას იღებს ან მინისტრი, ან მინისტრის მოადგილე. ვინ მიიღებს აბა გადაწყვეტილებას? რა შუაში აქვს ბინძური ჯაჭვი? რომელ ბინძურ ჯაჭვზეა ლაპარაკი? ან რა თქვა ამ კაცმა, გარდა იმისა, რომ არის ერთი მოღალატე ტიპი, რომელიც როგორც შემდეგ ირკვევა, გაქცეულა საქართველოსდან და ნახოთ აბა სად შეაფარა თავი. ირაკლი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ის პოლიციიდან წასულ ყველაზე მაღალი რანგის ყოფილი თანამშრომელია. რო ვიხსენებ, გონია რომ რაღაცა სიზმარი იყო და რაღაცა ისე მოხდა იქ. ეს იყო ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. თქვენ მეთაური იყავით, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა. რატომ არ შეაჩერეთ? და მე მესმის აბსოლუტურად. გარკვეული აგრესიაც მესმის და მათი განწყობაც. რატომ არ მიიღე გადაწყვეტილება და რატო დაუშვათ არ წამოხვედი, ან მანამდე რატო არ დატოვე სისტემა. ერთი ზუსტად ვიცი, რომ იდეალური არ ვარ, მაგრამ არასოდეს გარეწარი არ ყოფილვარ და თამამად შემიძლია ჩემს შვილებს თვალებში ჩავხედო და უთხრა, რომ მამამისი არაზროს არ ყოფილა ისეთი, როგორიც იმ პერიოდში ის სისტემა იყო. მე არ მგონია, რომ BBC-ს ასეთი უნიჭო რეჟისორები და შემოქმედები ყავდეს, როგორც აქ არის წარმოდგენილი. აი ეს ყველაფერი რას ნიშნავს? რას გვეუბნება ეს ყველაფერი? აი ამ კაცის თვითშეფასება, ან ის რომ მან აქცია არჩია საქართველოსდან გაქცეულიყო. ზეპირი განცხადება, ცარიელა განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ჯოჯოხეთია საქართველოში შექმნილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე არ ვიცი ეს კაცი მუშაობდა თუ არა სააკაშვილის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგრამ მუშაობდა თუ არ მუშაობდა, მას მაინც უნდა ენახა რა ვითარება იყო მაშინ საქართველოში. ახლა ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ დავიღალეთ ამ შედარებებით. მოაბარა ვაკეთოთ, ახლა როგორ გავაკეთოთ? თუ კი საქართველოში მქონდა პერიოდი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლა ჯოჯოხეთად იყო ქცეული. როდესაც სახელმწიფო იყო მხოლოდ დამსჯელი მექანიზმი და არავითარი იმედი სახელმწიფოსი არ უნდა ქონოდა ადამიანს. სადაც სამართალს ვერ იპოვიდა კაცი და მკვლელობა ქუჩაში იყო ჩვეულებრივი მოვლენა. სადაც არსებობდა ერთადერთი ლოზუნგი ყველანი ციხეში. აი იმის შემდეგ თუ გამოვედით და გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან და მართლაც თელმა მსოფლიომ იცის ეს ამბავი, რომ დღევანდელ საქართველოში არ არის არაფერი მსგავსი იმისა ამ სისტემებში, როგორც იყო იმ წინა პერიოდში. ასეთ შემთხვევაში საქართველოსთან უნდა გავიქცეთ თავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავაფაროთ და შემდეგ იქიდან ვიძახოთ, რომ ჯოჯოხეთია დღეს გამეფებული საქართველოშიო. ეს ხომ მოსყიდვას ნიშნავს, ღალატს ნიშნავს ქვეყნისა და ხალხისა. ეს უბრალოდ სიცრუის სამსახურში დგომას ნიშნავს და არა სიმართლის სამსახურში ჩადგომას და ხმალამოღებულ ბრძოლას. როგორც უნდათ რომ შემოგვასახონ ეს კაცი და მისი განცხადებები ამ ფილმის ავტორებს. მე აქ ძალიან დიდ უნიჭობას ვხედავ BBC-ს შემოქმედებითი ჯგუფისა. თუმცა არ ვიქნები ალბათ ბოლომდე მართალი თუ დავიჯერებ ამას საბოლოოდ. არა, მათ ნიჭი არ აკლიათ. მათ შემოქმედებითი უნარი არ აკლიათ. მაგრამ როდესაც მათ აკლიათ სამხილი, როდესაც მათ არ შეუძლიათ ამტკიცონ ის, რის იმტკიცებას უნდათ, ასეთ შემთხვევაში ფონს გადიან, აი რაღაცნაირად ცდილობენ, აი როგორც წეგავ თქვი, ამ რაღაცა მუსიკალური გაფორმების თანხლებით და რაღაცით დაამძიმონ, გაამუქონ სიტუაცია და ადამიანებს, მაყურებლებს რამე ინფორმაცია კი არ მიაწოდონ არსებული რეალობის შესახებ, არამედ განწყობა შეუქმნან სადიქტორო ტექსტით, რომ თურმე ქვეყანა იქცევა, რომ თურმე უბედურება ხდება და რომ რაღაცა კოშმართან და ჯოჯოხეთთან გვაქვს საქმე. აი კიდევ შემდეგი ეპიზოდი. ლაშა შერგელაშვილი ახლა უკრაინის ჯარშია და რუსული სამხედრო ძალების წინააღმდეგ იბრძვის.
მისი თქმით, მან ზუსტად იცის თუ რა გამოიყენეს საქართველოში. მოდის პირველი ტომა, რომელიც ასხავს წყლის ჭავრს, მე პირადად არ შემიძლია დავადგინო. როდესაც ვხედავ წყლის ჭავრს, მასში შენებულია თუ არა ქიმიკატები. ჩემი იქ მსახურობის დროს მე ვიცოდი ყველაფერი რაც მქონდა, ვიცოდი ყველა ის საშუალება, ყველა ის საბრძოლო მასალა, ყველა ის იარაღი. თბილისის პროტესტის დაწყებისთანავე ის მოვლენებს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. კადრები მახსოვს, მამაკაცი, რომელიც გამორბის ყვირისთან, რომ რაღაც არის შერეული წყალში. მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო სწორედ ის სითხე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. მისი თქმით, ამ პერიოდში მას წყლის ჭავლისთვის განკუთვნილი ქიმიური ნარევის გამოცდა დაევალა, რომელიც ჩვეულებრივ ცხელმსადენ გაზზე 10 ჯერ ძლიერი აღმოჩნდა. რაც შეეხება ქიმიურ სითხეს, რომელიც შედგება ორი კომპონენტისაგან, 34-39 ქიმიური ფხვნილი და 17-10 ქიმიური სითხე. მომზადების პროცესში მე რაც ამაქვს ნანახი, ესენი იყო 20 ლიტრიანი ჭურჭელი, ხოლო ქიმიური ფხვნილი იყო პლასმასის ლიტრიანი ბანკები. ხოლო რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, თავის ქალა, ჩონჩხი და ძვლები. ქიმიური სითხის ტესტირება ჩვენ ჩავატარეთ, მაშინვე მალევე, როდესაც ეს მივიღეთ, ეს გამოიწვია იმაში, რომ დაახლოებით 2-მა მაგალითად, ანუ გული აერიათ და არ წყიეს. მათ შორის ახლოში ვიდექი მეც მაინტერესებდა, რომ საკუთარ თავზე გამომეცადა, შევეცდები უბრალოდ ავღწერო, გააქვს წვა, თვალების წვა, სუნთქვა გიჭირს, ანუ შენ თუ გას დაუშვა წიწაკის გას სუნთქავ პირს გააღებ და სუნთქავ, შენ შეგიძლია ეს გადაიტანო, მაგრამ ამ ქიმიური სითხის შემთხვევაში არ შემიძლია ანალოგიური საშუალება მოვიყვანო მის ეფექტთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ ყურადღებით კითხოთ საკუთარ თავს, არის რა გაიგეთ აქედან. რას გვეუბნება აი ეს ეპიზოდი ამ ფილმის. რომ ვიღაცა მორბოდა, რომელმაც თქვა, რომ რაღაცა არის წყალში გარეული, ხო, იმ წყალში რაღაცას უღრებენ ხოლმე იმისთვის, რომ რაღაც ეფექტი მიიღონ, მაგრამ ის რაღაცა ზოგი არის დაშვებული და ზოგი არ არის დაშვებული. რაც არ არის დაშვებული, ის არც უნდა იშოვებოდეს და არც უნდა არსებობდეს ალბათ ქვეყანაში, მაგრამ შორს აგვიყვანს ეს საუბარი. ახლა ის რომ ვიღაცამ რაღაცა იყვირა და მე ეს გავიგონე, ეს რამეს ამტკიცებს, რამეს საბუთია ეს. კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ ის ნათქვამი ეწეღანობ თქვი, რომ BBC-ს შემოქმედებითი ჯგუფი არ არის ასეთი უნიჭო ხალხით დაკომპლექტებული, რომ აი ეს შემოგვასაღონ, უпростоრად ეს ეგონოთ, რომ რაღაცას გველაპარაკება, რაღაცას გვეუბნება ეს ფაქტი. მაგრამ რატომ აკეთებენ ამას? სხვა უკეთესი არაფერი არ აქვთ. სხვა სპეციალისტები ამ საქმეში არ გარებულა, ვისაც შეუძლია დაამტკიცოს, დაადასტუროს, რომ იქ მართლაც იყო ასეთი ნივთიერება გარეული. ან დამდგარი შედეგების მიხედვით ილაპარაკოს, რომ დადგა ასეთი შედეგი და ასეთი შედეგი დგება მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეთოდი უამრავია იმისათვის, რომ საზოგადოებამდე მიიტანო შენი სათქმელი და საზოგადოებისთვის ეს დამაჯერებელი გახადო, მაგრამ ახლა რასაც ვისმენთ ჩვენ ამ ეპიზოდებიდან, ეს არაფერს არ გვეუბნება იმასთან დაკავშირებით, რის მტკიცებაც ფილმის ავტორებს სურთ. გავიწვიოთ კიდევ, წავიწვიოთ წინ. პროფესორი ჰოლსტეიჯი. მე ვღელავ იმაზე, რა ქიმიკატები გამოიყენეს. ძალიან საინტერესოა გაეროს ნომერის მქონე რომელი ქიმიკატებია ესენი. ქიმიკატების ნომერი ყველაფერს ვერ გვიამბობს. ქიმიკატების გამოვლენის მიზნით პროფესორ ჰოლსტეიჯს მიმართეთ.
He's a world-leading expert in მსოფლიო დონის toxicology ექსპერტია and chemical ტოქსიკოლოგიასა weapons, და who has been ქიმიური asked by იარაღის governments საკითხებში. around the world მოწამვლის to work on მნიშვნელოვანი major შემთხვევების დროს poisoning მას cases. მრავალი მთავრობა მიმართავს. ეს თავსატეხია რა შეურიეს წყალს და რა გამოიყენეს, რა სახის მტკიცებულება გვაქვს, რომელიც დაგვეხმარება ამ ქიმიკატების დადგენაში. მე ამ საქმით ძალიან დავინტერესდი. The first პირველი chemical, ქიმიკატი a სითხე liquid, ადვილად is easily ამოსაცნობია. identified. UN UN 1710 is ტრიკლორეთილენია, or ასევე TCE. It's a TCE-ის solvent სახელით which helps ცნობილი. other chemicals dissolve ის in water. გამხსნელია, რომელიც სხვა ქიმიკატების წყალში დასახსნელად გამოიყენება. Identifying მეორე the ქიმიკატის second ფხვნილის compound, გამოვლენა the უფრო powder, რთულია. is a tougher challenge. UN 3439 UN is a class of chemicals. 3439 ქიმიკატების The goal კლასია. for Professor პროფესორ Holstein and his ჰოლსტეიჯის და მისი colleague კოლეგის Dr. დოქტორ Sandra სანდრა Nixon ნიქსონის is to narrow ამოცანას down the შესაძლო possibilities. ვარიანტების დავიწროება They looked წარმოადგენს. at our research, მათ ჩვენს მიერ მოძიებულ Constantine's ინფორმაციას medical გადახედეს, study, კონსტანტინეს witness სამედიცინო statements, კვლევა, and human rights მოწმეების reports. ჩვენებები და მოხსენებები Based on ადამიანის our უფლებათა evidence, დაცვის they შესახებ. now have a ჩვენ hypothesis. მტკიცებულებებზე დაყრდნობით მათ ჰიპოთეზაა, ის იმდენად ტოქსიკურია, რომ ამის გამოყენებას აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ ის დიდი ხნის მანძილზე ნარჩუნდება და ამ ადგილას ადამიანების ყოფნა არ შეიძლება. ყველაფრის შესახებ იტალიელმა ქიმიკოსმა ჯერ კიდევ 1939 წელს დაწერა. მე მგონია, რომ ძალიან საგანგაშოა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ მოძველებულ ნივთიერებებს ვაწყდებით. მათზე თანამედროვე მონაცემები არ Their არსებობს. favorite theory მათი is that დაგუგლად it არ is a გამოვა. chemical agent მათი თეორიის called მიხედვით ეს camide არის or ქიმიური CA. ნივთიერება სახელად It was კამი. first used as a chemical weapon by French პირველად ის forces პირველი against the მსოფლიო ომის Germans დროს at ფრანგულმა the end ჯარმა of World გერმანელების War I. წინააღმდეგ It გამოიყენა. was then შემდგომ briefly მას used by ამერიკული American პოლიცია police არეულობების as a სამართავად riot control იყენებდა, მაგრამ agent, მალევე but soon შეწყვეტეს და abandoned უფრო and უსაფრთხო replaced with ვარიანტებზე safer გადავიდნენ. options. ჩვენ თუ მივალთ ტოქსიკოლოგთან, პროფესორთან და მას დაუსვამთ შეკითხვას იმის თაობაზე, თუ ესა თუ ის ნივთიერება და დაუსახელებთ პირდაპირ რა არის ეს, კამიტია თუ სხვა რაღაცა, ან ქიმიურ ფორმულას უჩვენებთ, როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, რას იწვევს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როდის აიკრძალა, როდის გამოჩნდა და ისტორიას ამ ნივთიერებისა და ყველაფერი ეს თუ კითხე, ის გიპასუხებს ამაზე. და ამით შესაძლებელია დაამძიმო ფილმი, რომ აი ხედავთ რა უბედურებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ის რომ ეს უბედურება და ჯოჯოხეთი, როგორც გვეუბნებიან, გამოყენებული იყო საქართველოში, ამაზე არ არის ლაპარაკი. მივიდნენ პროფესორთან და კითხეს რას იწვევს და რა როგორი გამოვლინებები აქვს აი ამ ნივთიერებას. და იმანაც პატიოსნად ახსნა რაც იცის და როგორც იცის და ეს ისე ჩაამონტაჟეს შემდეგ ამ ფილმში, რომ ჩვენ შეგვიქმნას განწყობა, მაგრამ ჩვენ არ გვაწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერება ვინმე სადმე ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოში გამოიყენა. იგივეს აკეთებენ სხვა პერსონებთან და პერსონაჟებთან დაკავშირებით ამ ფილმისა. მაგალითად, აი ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ასევე რომელიღაცა ორგანიზაციის წარმომადგენელია და რაღაცას ყვება ამასთან დაკავშირებით. We showed our findings. ჩვენი მიგნებები to the გავაცანით UN's გაეროს special სპეციალურ rapporteur on მომხსენებელს torture. ამების საკითხებში. The important point at international საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეფექტი დროებითი იყოს. გრძელვადიანი პრობლემები, მაგალითად, სასუნთქი გზების ხანგრძლივი დაზიანებები, ან შესაბამისი გულის პრობლემები ვერ ჩაითვლება დროებითად და დასაშვებად. ყველა ეს შემთხვევა უნდა გამოიძინოს, მათ შორის წამების და არასათანადო მოპყრობის კუთხით. წყლის ჭაობში სხვადასხვა ტოქსინების შერევა, ჩემი აზრით, ყველანაირად არასაჭიროა, იმის გათვალისწინებით, რომ ამას ნაკლები საერთაშორისო რეგულაცია აქვს. Given that it is poorly regulated internationally, ჩემი შეფასებით ეს ექსპერიმენტული იარაღის სახეს იღებს. to consider it as an experimental weapon and populations მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარება კი ყველანაირად დაუშვებელია. ეს ადამიანის უფლებათა ცალსახად არღვევა. წერილი, რომელიც მე საქართველოს მთავრობას გაუგზავნე, ძირითადად გადამეტებული ძალის გამოყენებასა და დაკავებული პირების ძალიან დიდ რაოდენობას ეხებოდა.
who were მათ beaten სამართალდამცავების and subject to სცემდნენ other და violence at ძალადობრივად the hands ეპყრობოდნენ. of public authorities. What was particularly worrying to me ჩემთვის was განსაკუთრებით საგანგაშო იყო ის შეგრძნება, რომ პოლიციას იმ დღეებში სურვილისამებრ ნებისმიერი ზომის მიღება შეეძლო. They wished on those days, regrettably სამწუხაროდ until now პასუხი they დღემდე have არ not მიმიღია. replied. ეს არ არის სამხედრო მოქმედება, ეს არის სამოქალაქო ვითარება, სადაც ჩვეულებრივი ხალხი გამოდის ქუჩაში. Ordinary people are taking to the streets and they have a right. როგორც მოქალაქეებს მათ აქვთ უფლება, რომ იცოდნენ თუ რა საშუალებებს იყენებენ სამართალდამცველები ქვეყანაში. სახელმწიფო სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს იმის შესახებ, იყენებენ თუ არა წყლის ჭაუში შერეულ ქიმიკატებს და მათი შემადგენლობა გაასაჯაროონ. ეს არ ხდება მხოლოდ ზოგადი დემოკრატიული გამჭვირვალობის თუ კანონიერების მიზეზების გამო. ეს მოქალაქეებს უფლებას აძლევს მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, გადაწყვიტონ უღირთ რისკი თუ არა. გასაგებია ეს ყველაფერი, რაც შეეკითხეს იმ შეკითხვას გასაპასუხი ამ ქალბატონმა, მაგრამ სად არის აქ მტკიცება იმისა, რომ საქართველოში ეს გამოიყენეს? ამაზე ხომ არ არის ლაპარაკი. ნებისმიერ შეკითხვას, რომელსაც პასუხს აძლევს აი ასეთი წარმომადგენელი გაეროსი, რომელიც ამბობს, რომ მე მივმართეო საქართველოს ხელისუფლებასო, რასთან დაკავშირებით? ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით და დაკავებულთა დიდი რაოდენობის შესახებ. სად არის აქ მომწამლელ ნივთიერებაზე საუბარი? არ ყოფილა საუბარი, მაგრამ მას ამის შემდეგ დაუსვეს სხვა შეკითხვები ამ მომწამლელ ნივთიერებასთან დაკავშირებით და ამ ქალბატონმაც ზოგადი ინფორმაცია მოუაწოდა, მაგრამ სად არის შეკითხვაზე პასუხი? ვინ გამოიყენა, როდის გამოიყენა და ვინ დაადასტურა, რომ ასეთი რამე საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ერთი სიტყვით ძალიან რომ არ გამიგრძელდეს ამ თემაზე საუბარი, ეს მასალა ხელმისაწვდომია თქვენ ნებისმიერ თქვენგან შეუძლია ნახოს ეს ფილმი, ვისაც დააინტერესებს და დააკვირდით ამ კუთხით. არის თუ არა გაცემული პასუხი იმ თემაზე, რომელიც თემის ამოწევაც სადეს ავტორებმა. სადმე არის თუ არა მტკიცება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი რამ გამოიყენა. არაფერს ამის მსგავს ვერ ნახავთ, გარდა იმისა, რომ რაღაცა არის შეკოწიწებული და ამ შეკოწიწებულ მასალას სადიქტორო ტექსტი აძლევს მიმართულებას, რომ აი თურმე ასეთი უბედურება მოხდა საქართველოში, მაგრამ არც ერთი მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით. როგორ აღიქვა ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობამ? საკითხის დრამატიზებისთვის BBC-მ გავრცელა ძვირ ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აღრძეული ნივთიერება კამიტი გამოიყენა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. როგორც მოგეხსენებათ, BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. თავითვე ცხადია, რომ BBC-ს სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი აფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურჩექმნას საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მოხდის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურჩექმნას საბაბი ქართული ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი ამოცანის შესრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება. ახლოვდება ევთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორგის შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეესწებიან. ამისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეულით სრულ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტუმრა. დღეს უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია ისე როგორც BBC-ს სიუჟეტის სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ უკვე საკმაო ხანი გავიდა
და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედია საშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად გეგმავთ მიმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. კი ბატონო, ძალიან კარგი იქნება ასე თუ მოიქცევით, მაგრამ მინდა ერთ რამეს მიაქციოს ყურადღება. თქვენ მაინც და მაინც იმ მიმართულებით კი უწახვალთ, რომ ამ ფილმში არ არის მოყვანილი ფაქტები, ეს ფილმი არის ცილისწამება და რა თქმა უნდა, ცილისწამების გამო ავტორებმა პასუხი უნდა აგონ. აქ მთავარი სხვა რამ არის. მთავარი ის არის თუ რატომ კეთდება ეს ყველაფერი. ვინ დგას ამის უკან? არ ამგონია BBC-ს წარმომადგენლებს კონდეთ რამე განზრახვა საქართველოსთან ასეთი პირდაპირი, რომ ისინი ებრძვიან საქართველოს და მის ხელისუფლებას. არა. ისინი არიან ინსტრუმენტები და მათ უკან დგანან სპეცსამსახურები, დგას დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან და არა მარტო ხელისუფლებასთან, არამედ საქართველოსთან. მათ უნდათ რომ საქართველოში შეცვალონ სიტუაცია. მათ უნდათ რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება. იმიტომ რომ მოიყვანონ ხელისუფლება, რომელიც არად დაგიგდებს მშვიდობას, რომელიც დავალების მიღებისთანავე გახსნის ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გადაჩეხავს ქვეყანას იმ უსკულში, რა უსკულშიც თავის დროზე 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა გადაჩეხა საქართველო და შემდეგ მოგვიანებით უკრაინაში ფაშისტმა და ზელენსკიმ და მისმა ხროვამ გადაჩეხეს უკრაინა. აი ამისი გაკეთება უნდათ. ეს არის თქვენთვის მთავარი და არა ის აგებენ თუ არა კონკრეტულად ეს შემსრულებელი ჟურნალისტები არიან თუ კინემატოგრაფისტები, BBC-ის წარმომადგენლები პასუხს ცილისწამებაზე. შემდეგი სიუჟეტი. გომელაურმა უკაცრავად თქვა ასეთი რა, რომ ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ, კონკრეტული ადამიანები იყო 2009 წელს შეძენილი. არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს ის, რომ ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული და მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა გეგა გელაძემ საზოგადოების წინაშე განაცხადა მკაფიოდ, რომ ნივთიერება კამიტი არ ყოფილა გამოყენებული. ამიტომ ასე ვთქვათ, უთანხმოება არ არის ამ ორ განცხადებას შორის. ზოგადად საუბრობდა ბატონი ვახტანგ გომელაური მასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები იყო შეძენილი, ფხნილი იყო შეძენილი 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით. რაც შეეხება ბატონ გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხნილი არ შეიცავდა, შესაბამისად BBC უკვე არის მხილებული ძალიან უხეშ ტყუილს. კარგი განმარტებაა ეს, იმიტომ რომ შესაძლებელია ის, რაც ბატონმა გომელაურმა თქვა, არასწორად გაიგოს საზოგადოებამ, მან თქვა სხვა ნივთიერებებზე ილაპარაკა, აქ სხვა ნივთიერებაზე ილაპარაკი, კერძოდ კამიტზე, რომელიც თურმე, როგორც ირკვევა, პირველი მსოფლიო ომიდან არის აკრძალული და კაცმა რომ თქვას, ვერც სააკაშვილს და ვერც დღევანდელ ხელისუფლებას ეს ნივთიერება საქართველოში ვერ უნდა შემოეტანა, იმიტომ რომ ის აკრძალულია და საიდან უნდა შემოეტანათ. ეს უკვე ცალკე თემაა, მაგრამ ისე საფიქრებელია, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეკოწიწებულია იმ სპეცსამსახურების მიერ, რომლებსაც საქართველოში არავდარევის შემოტანა უნდათ. ახლა როგორი გაგრძელება მიიღო ყველაფერმა ამან? რამდენად მტკიცენი აღმოჩნდნენ ისინი, ვინც ამ ფილმში საქართველოდან ამტკიცებდნენ იმას, რომ მოხდა ამ მომწამლელი ნივთიერების გამოყენება. ვინ უნდა აიღოს მტკიცების ტვირთი მძიმე ბრალდებასთან დაკავშირებით? ამაზე ლაპარაკი გამოკითხულებს უჭირთ. არასასურველ კითხვებს დღეს ტრადიციულად გაიქცა ეკა გიგაური, რომელიც BBC-ის ფილმის ერთ-ერთი მონაწილეა და მისთვის ქვეყნის გარეთ საქართველოს წინააღმდეგ ჩვენებების მიცემა უცხო არაა. ხელისუფლებას ადენიშნულება კამიტის გამოყენებაში. ვინ უნდა აიღოს მტკიცების ტვირთი? ქალბატონო ეკა. მტკიცების ტვირთი ვინ უნდა აიღოს? ფილმის შინაარს იზიარებ თუ არა? ჩემი კომენტარი რუსულ მედიას არ ვისაუბრებ. Ну, ასეთია ხალბატონის პოზიცია, რასიზმ მისთვის არაფერს არ ნიშნავს რუსული მედია, უბრალოდ რუსული მედიის მიმართ მას აქვს პროტესტის განწყობა და ის არ პასუხობს ამ მედიას, მისთვის მისაღებია მხოლოდ BBC, მისთვის მისაღებია მხოლოდ დასავლური მედია, რომელიც
ტყუის იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც ტყუის ეს ქალბატონი აქ საერთოდ ზნეობაზე კი არა აქვს მას რამე გართულება მას გართულება აქვს ის მატყუარა არის თუ არა ამ თვითონ მატყუარა ქალბატონის მიმართულების მატყუარა სხვა პრობლემა მას არ აქვს აი კიდევ ერთ-ერთი მონაწილეს ექიმი გახლავთ თუ არ ვცდები რომელიც ამტკიცებდა რომ ეს ნივთიერება არის გამოყენებული უცხოეთიდან მიღებული მორიგის შესრულებული დავალება და რადიკალების თავისმართლება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ BBC-ს რესპონდენტებმა რიტორიკა მკვეთრად შეცვალეს. კამიტის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს. ფილმში მონაწილეები აღარ ლაპარაკობენ აკრძალულ ნივთიერებაზე და პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობენ. საქართველოს იმიჯის შემლახავ ფილმში BBC აქტივისტი ჩახუნაშვილების დასკვნას დაიყრდნო. როგორც ირკვევა დოკუმენტის ავტორებისთვის, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანებაა მარტივი. გამოძიების კითხვებზე პასუხი კი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ უარყოფენ კავშირს ბრიტანული მედიის ფილმის შინაარსსა და ფილმში გამოყენებულ დასკვნას შორის. აბსურდია, არც იარაღზე გვითქვია ქიმიურზე, არც მოწამლებზე. ხო, ასე ერთხმად დაიხია ყველა, მათ შორის ექიმია ხომ, ეს კაცი, ვინმე ჩახუნაშვილი და ალბათ დაგაინტერესებთ, ვინ არის ეს ჩახუნაშვილი. ახლავე მოგახსენებთ. გოგი დაუჭერიათ. ჩახუნაშვილი. და ვინა ეს გოგი ჩახუნაშვილი, კი არ ვიცი. კუბარდიამ რომ არის ის, ვინ არის კაცი საქართველოში. აი იმ კაცს შეიძლება რამე გავლენა ქონდეს სიტუაციასა და მოვლენებზე. ერთი სიტყვით, დასავლური პრესა თავის ნაცად მეთოდს, ასე ვთქვათ, არ უხავს ამ მეთოდისგან, მოწამვლის თემა, მომწამვლელი ნივთიერება, ეს არის მათთვის ძალიან ნაცადი და ძალიან ხშირად გამოყენებული, აპრობირებული თემა და საკითხი გახლავთ. გახსოვთ თქვენ ალბათ სკრიპალების თემა, რომელიც რამდენი ხნის განმავლობაში ტრიალებდა მთელი მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში იყო. ეს იყო შეთხზული დასავლეთის მიერ, დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ და იგივეს იმეორებენ ახლაც. სხვათა შორის მარტო დასავლეთში კი არ იყენებენ და მარტო ჩვენთან კი არ იყენებენ. მე მგონი მთელ მსოფლიოში, სადაც ხელი მიუწვევათ, ამ თემას იყენებენ. ეს თემა გამოიყენეს ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად სირიაში. სირიის მთავრობას მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ აკრძალული იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო 1 თვის განმავლობაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად დასახლებაში ქიმიური იარაღი უკვე 3-ჯერ გამოიყენეს. ამერიკის შეერთებული შტატები უკიდურესად შეშფოთებულია სირიის რეჟიმის მიერ უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ ქლორინის გამოყენების შესახებ ცნობების გამო. აი ასეთი მიდგომები და ასეთი ხმაური აჟიოტაჟი ამ მომწამვლელ ნივთიერებასთან და ქიმიის გამოყენებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ვნახოთ როგორ ხდებოდა და რა სახის ფაბრიკაციასთან და რა სახის ინსცენირებასთან მქონდა საქმე სირიაში. Вот он, приемный покой с использованием химических отравляющих веществ, из-за которой потом мир едва не встал на грань Третьей мировой войны. Вот сюда в белой каске притаскивали своих актеров. Здесь снимали детей, у которых были приступы удушья от пожаров, от дыма и так далее. Вот этим шлангом их и повывали. So some people, some weak people, we don't know any one of them come to here and they said chemical attack. Some people come to here and wash people in water. We didn't see any
chemical attack symptoms here. Вода была холодной, и мне было страшно. Мы с мамой и сестрой сидели в бомбоубежище, но вдруг прибежали какие-то люди и приказали нам перебежать из подвала в больницу. Не успели мы забежать, как нас начали поливать водой. Я не понимал, зачем. У меня ничего не болело. ერთი სიტყვით, მთელი გადასაღები მოედანი, მთელი სტუდია იყო მოწყობილი იმისთვის, რომ აი ასეთი სცენები გადაეღოთ და ეს მერე მოეფინათ მთელ მსოფლიოში იმის დასამტკიცებლად, რომ იქ გამოყენებული იქნა ქიმიური იარაღი და მომწამლელი ნივთიერებები, რომელიც არის აკრძალული. აი ასე კეთდება ეს ამბავი. ასეთია დასავლური ტექნოლოგიები, ასეთია მათი მიდგომა, ასეთია როგორც ვთქვი მათი ნაცადი ხერხი და აპრობირებული მეთოდი და ამას იმეორებენ ახლაც საქართველოს წინააღმდეგ და ქმნიან ამ აბსოლუტურად უნიჭო ფილმს, რომლითაც უნდათ ქართველი ხალხი დაგვაჯერონ, რომ ეს რაღაც უბედურება იქნა გამოყენებული. ეს ერთი მხარე საკითხის ახლა, მეორე მხარე ვთქვათ, აი თუნდაც იგივე BBC. ვინ არის რა ორგანიზაცია და როგორი ორგანიზაცია? რა თქმა უნდა, ახლა მე ვერ მოვყვები ამ ორგანიზაციის მთელ ისტორიას და ვერ ვამხელ მათ იმაში, რასაც ისინი უნდა ამხილო, მაგრამ წარმოგიდგენთ ერთ კონკრეტულ მაგალითს, აი როგორი არის დამოკიდებულება, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა ამ ორგანიზაციის მიმართ. BBC никто бы даже не мог представить. Они буквально изменили слова, которые исходили из моего рта. Мы подадим на них в суд. Мы подадим на них в суд на сумму от 1 до 5 миллиардов долларов, скорее всего, на следующей неделе. Жители Великобритании очень возмущены тем, что произошло, как вы понимаете, потому что это доказывает, что BBC — фейковые новости. Конечно, мы с вами знали это уже давно, но мы не знали, что они настолько фейковые. კარგი, ჩემი ნათქვამი არაფერს არ ნიშნავს, ვთქვათ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აძლევს ამ დახასიათებას და ამ შეფასებას იმას, რასაც ქვია BBC და ეს სიმართლესთან დაკავშირებული ეს არ არის ტრამპის მიერ გამოგონილი ამბავი. სამწუხაროდ დასავლურმა მედიამ უკვე მოიჭრა თავის საბოლოოდ. არასოდეს არ იყვნენ მაინც მაღალ ზნეობრივ პოზიციებზე, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ დასავლური მედია ეს არის უკვე სასაცილო მოვლენა. თავისი უსინდისობით, თავისი უტიპრობით, თავისი დეზინფორმაციის მანქანით და აბსოლუტურად მავნებლური საქმიანობით. არა, არ მოგესმათ ეს სიტყვა, ეს გადაჭარბება არ არის. მოусმინოთ, რას ამბობს დასავლურ медиаზე იგივე ტრამპი. Наш президент лжет нам в лицо и письменно. Трамп врет так привычно, так цинично. Такая ненависть. А я ведь неплохой человек. Посмотрите на свое шоу. Гости всегда настроены против Трампа. Ненависть и яд просто изливаются с экрана. New York Times, NBC News, ABC, CBS, CNN – враги американского народа. გაიგეთ? ჩამონათვალი. დააგვერდით და შემდეგ დასკვნა. ესენი არიან ამერიკელი ხალხის მტრებიო. რამე ასოციაცია ხომ არ გაგიშტათ? უნდა გაგჩენოდათ. გასული საუკუნის 30-იანი წლები. 37 წლის მოვლენები, რეპრესიები. იქ ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, ცენტრალური თემა იყო, სწორედ ხალხის მტრები და მავნებლები. აი ამ დონეზეა უკვე დასული დასავლეთში პრესაც, საზოგადოებაც და დამოკიდებულებაც თვით პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან. ეს საგანგაშო ვითარებაა, ურთულესი ვითარებაა. ამიტომ აი ეს არამზადები, ეს საერთაშორისო
მატყუარები და დეზინფორმაციის გენერატორები. რას შემოაგდებენ, რა ფორმით და რა საშუალებით შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ამას უნდა დაუკვირდეთ. ამის მიმართ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები და უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით. აქ ოდნავ ამოვისუნთქოთ და დავიწყოთ რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი. რაკი ჟურნალისტიკაზე და საინფორმაციო საშუალებებზე ამდენი ვილაპარაკეთ, ფსიქიატრიის რენტგენში სწორედ ეს მიმართულება მინდა შემოგთავაზოთ. აი, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ძალიან გავს დასავლეთის კოლეგებს, ოღონდ გავს სიცრუით, უტიფრობით, უსინდისობით, მაგრამ არ გავს, თქვათ, ნიჭით, არ გავს ინტელექტით. მოკლედ, ჩვენი ქართველი ვითომ ჟურნალისტი. ქიმიური იარაღი ბოლოს ვინც გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ეს იყო ბაშარ ალ-ასადი, სირიის სისხლიანი დიქტატორი, რომელმაც როგორ დაამთავრა თავისი მოღვაწეობა, ესეც ძალიან კარგად იცით, ის მოსკოვში გაიხიზნა ერთ დღეს და ახლაც იქ არის, თუმცა მისი ბოლო ჯერ კიდევ უცნობია. სავარაუდოდ ჰააგაში დაამთავრებს თავის სისხლიან მოღვაწეობას და გვერდით მიუჯდება ბიძინა ივანიშვილიც, იმიტომ რომ ივანიშვილმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა ნივთიერება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აკრძალული. აჰა. აი რისთვის არის ეს ყველაფერი გაკეთებული? რისთვის არის ეს ყველაფერი შექმნილი, შეთითხნილი, შეთხზული და ჩვენამდე მოტანილი? აგერ გათქვა ამ გალბატონმა თავის მოკლე ჭკუით, იმიტომ რომ ეს არის ჩანაფიქრი. და ეს ამ ქალბატონის მიხვედრა კი არ არის. ეს ქალბატონი სადაც ტრიალებს, აი ეს ხროვა, სააკაშვილის ხროვა, დასავლეთის აგენტურა, მეხუთე კოლონა, რომელიც ცდილობს, ამზადებს და მონაწილეობს იმ სახელმწიფო გადატრიალებაში, რომელსაც ამზადებს დასავლეთის სპეცსამსახურები საქართველოში. მათ იციან შედეგი რა უნდა დადგეს და აი ეს გათქვა ამ ქალბატონმა და ეხლა მინდა იგივე ქალბატონი წარმოგიდგინოთ კიდევ სხვა რაკურსით, აი ცოტა სამსახიობო ელემენტები შემოიტანა თავის შემოქმედებაში, გეგონება სადღაც აი ვერიკო ანჯაფარიძის ღმერთმა ნათარში ამყოფოს ჩვენი უდიდესი მსახიობი რაღაცა პაროდირებას ცდილობს. ზოგიერთ პირი გააღებინეს და პირში ჩააფურთხეს. ესეც ვიცით. და ამის შემდეგ კარები გამოახეს მარშრუტკას, შეუგდეს აი ეს გაზის კაფსულა და კარები დაუხურეს. ანუ აი არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, კოცი, არ ვიცი, რუსეთუმე, არ ვიცი, ვინ, რომელიც ამ ყველაფერს მოიწონებს და ამ ყველაფერს არ გაფრასდება. ხო, 9 აპრილის შემდეგ ქართველი ხალხის წინაშე ასეთი დანაშაული არავის არ ჩაუდენია. ერთი იყო როდიონოვი და მეორე არის ფსიქოპატი ივანიშვილი. სხვა ჩვენ ასეთი არავინ არ ყოლია. ზნეობაში ორიანი, ჟურნალისტიკაში ორიანი, მსახიობობაში ორიანი. აი ამ კატეგორიის ადამიანებთან ცოტა მიჭირს ურთიერთობა, მათი განეიტრალების საშუალებების პოვნა მართალი გითხრათ მიჭირს. ბატონო ზაალ, ჩემს რეჟისორს ხო იქნებ თამარ ყვარაცხელია მომაშველო, მაგან უფრო კარგად იცის სამართალ საუბარი. მოგესალმებით. ეთერშია ნოვოსტის ახალი გამოშვება და მე მისი წამყვანი თამარა ყვარაცხელია ვარ. თქვენ ახლა ნახეთ როგორ გავიზომე მეწნევა. ადამიანს რომელსაც არასოდეს ცხოვრებაში არ მქონია 120-80 დაბალი წნევა, ახლა დამიფიქსირდა კატასტროფული შედეგი. ჩემი წნევა 119-79-ია. ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია. მე კამიტით მომწამლეს. იმდენად მძიმე რაღაც შხამი გამოიყენა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ ანუ ქვებიც კი კოროზირდა. ყველაზე საინტერესო კიდე ძაღლი მყავს, საყვარლესი ლაბრადორი როკი, რომელიც
ორი კვირა არ მომკარებია. ახლა მოგიყვებით ჩემს ისტორიას. მე შარშან ამ დროს, სადღაც ნოემბერ-დეკემბერში, მომიწია საშოპინგოდ გალერეა თბილისში წასვლა. თბილად მეცვა მახსოვს და გალერეაში რომ შევედი და 5 საათი ვიშოპინგე, ძალიან დამცხა. არ ვიცოდი ეს რის ბრალი იყო. ნუ შეიძლება იმის რომ თბილად მეცვა, მაგრამ შეიძლება და სხვა მიზეზიც ყოფილიყო. გარდა ამისა, 5 საათიანი შოპინგის მერე მახსოვს როგორ ვიგრძენი ფეხებში სისუსტე და დაღლილობა. მივხვდი რომ რაღაცაში იყო საქმე. ნუ შეიძლება ეს ახლა ბევრი სიარულის ბრალი იყო, ან იმისიც რომ პრინციპში უკვე 40 მივუკაკუნე, მაგრამ ვფიქრობ აქ სრულიად სხვა მოვლენასთან მქონდა საქმე. მიმდინარე წელს მე რამდენჯერმე მომწყდა ფრჩხილი. რაც ვფიქრობ იმის შედეგია, რომ ჩემს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების მოხვედრის შედეგად ორგანიზმი დაიცალა კალციისგან. გარდა ამისა, წელს მახსოვს რუჯის მიღების დროს შუადღის 2 საათზე 45 გრადუს სიცხეში ძალიან შემაწუხა სიცხემ. არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც. მე ჩემს ხელზე ვხედავ ხალს, რომელიც სავარაუდოდ მანამდე არ მქონია. ნუ შეიძლება მქონდა, ეხლა ლუპით არასოდეს შემიხედავს, მაგრამ შეიძლება არც მქონდა. და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. ჩემი ავტომობილი წელს შედარებით მეტ ბენზინს წვავს, ვიდრე შარშან ზუსტად ამ დროს წვავდა. ვფიქრობ, ჩემი მონაკველი უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება გამოიყენა. იმეც გამოვთქვამ BBC ამის შემდეგ მეც დამიკავშირდება და ჩემს მიერ მოყოლილ ისტორიას საკუთარ დასკვნაში ჩასვამს. მივმართავ ქართულ ოცნებას. ჩემი წნევა დარეგულირდება, ფრჩხილი გაიზრდება, ჩემი ავტომობილის ბენზინის წვაც შარშანდელ ნიშნულს დაუბრუნდება. თქვენ კი არასოდეს შეგრჩებათ ის, რაც თქვენი მოქალაქეების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეთ. BBC-ს კი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ძირძველ აკაცუკებს დაგვეხმარა იმის გარკვევაში, რატომ გვტკიოდა მთელი წლის განმავლობაში შიგადაშიგ თავი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იმ გოგონას დამსახურება იყო მთელი წელი აქციაზე რომ ჩხაოდა, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. თუმცა სიმართლე ბევრად სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა. ისე მთელი წელი იმ გოგოს გაძლება არ გინდა. ასევე მივმართავ მამა დოროთე ყურაშვილს. მამა გთხოვთ, ილოცეთ ჩვენთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ მამა დოროთე არ ულოცულობა. მაშინ ღმერთს მაინც შეავედრეთ ჩვენი თავი. თუ ღმერთსაც არ ველაპარაკებიო. მამაო, სანთელი მაინც დაანთეთ ჩვენს გამო. სანთლის დანთებაც არ მიყვარს. ანუ მამა დოროთე არ პირში გამოგვადგება? რა გამოუსადეგარი კაცი ეს ვინ არის? დღეისათვის სულ ეს იყო. მე თუ მომავალი გადაცემის ჩაწერამდე წნევა 118-78-ზე არ დამივარდა და გადავრჩი, მომავალ ნოვესტში შევხვდებით. დროებით. აი ასე სარკაზმით, ირონიით, დაცინვით თუ გაანაიტრალებ ამ არამზადებს, რომლებიც ცდილობენ ქართული ხალხის შეცდომაში შეყვანას და მისთვის თავზის აბნევას. ისე ასე მარტივად ვერ დაგემშვიდობებით, თამარ, მოდი კვირა შეგვიჯამებ არა. მოგესალმებით. ეთერშია ნოვოსტის ახალი გამოშვება და მე მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. ახლა თქვენს ეკრანებზე სრულიად მისტიკური რამ ხდება. მე საბურთალოზე ვცხოვრობ, თუმცა ამ ვიდეოს მთაწმინდაზე ვწერ. როგორ და რანაირად აღმოჩნდი საღამოს 7 საათზე, საბურთალოდან მთაწმინდაზე. და რატომ გადავწყვიტე ვიდეოს ჩაწერა მაინც და მაინც ჩემი მშობლების ბინაში, მაშინ როდესაც საბურთალოდან მთაწმინდამდე უამრავი სხვა ბინა შემხვდა. რა მისტიკურ მოვლენასთან გვაქვს საქმე და ხომარულები ამ ყოველივეში ქართული ოცნების ხელი. ერთი ასეთი მისტიკური მოვლენა ალეკო ელისაშვილსაც გადახდა. ის დილის 5 საათზე მთაწმინდიდან დიღომში აღმოჩნდა საქალაქო სასამართლოს გადასაწვავად. როგორ და რანაირად? უცნაურია და ფრიად დაუჯერებელი. როგორ მოხდებოდა დილის 5 საათზე ადამიანი მთაწმინდიდან დიღომში? შეუძლებელი არის მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანი დილის 5 საათზე დიღომში თბილისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის შენობის დაწვას ცდილობდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე ასე დაუჯერებლად ჟღერს, ელისაშვილმა თავადაც აღიარა, რომ ის მთაწმინდიდან სწორედ დიღომში გავიდა საქალაქო სასამართლოს გადასაწვავად. მან ისიც დაამატა, მე ჯერ კაცი ვარ და მე ტერორისტია, თუმცა მან ვერც კაცად ივარგა და ვერც ტერორისტად, რადგან მანდატური სამსახურის თანამშრომლებმა ის კარგად მიაფინგალეს და ჩაფიქრებული დანაშაულის ჩადენაც არ დააცადეს. მოკლედ კი სთხოვა ამ კინტო ბინ ლადენას იმ სანდომიანმა კაცმა. ალეკო არ იმასქნაო, მაგრამ ალეკო მაინც იმასქნა. არ ჩაიდვა, მოდი ჩავში. არ ჩაიდვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოფლიოს არსეთ ქვეყანაში იმდენი პროვოკატორი ღობე და ჭიშკარი არ არსებობს, რამდენი საქართველოში. ისევე როგორც 4 ოქტომბერს, აქაც ჭიშკარი აღმოჩენილა მთავარი პროვოკატორი და კინტო ბინ ლადენასთვის მას უბიძგებია დანაშაულის ჩადენისკენ. ამხელა ჭიშკარი რომ ხარ და ნავთით სავსე ბიდონით მოსულ კაცს ღია რომ დახვდები. პროვოკატორი ხარ, აბარა ხარ.
სწორედ ამიტომ გამოთქვა TV უკანასკნელის ჟურნალისტმა ერთი ფრიად ლეგიტიმური ეჭვი. 10 საათზე 12 საათზე უკვე დახურულია ეს ჭიშკარი და ასევე დახურული უნდა ყოფილიყო ფეხით შესასვლელი რკინის ჭიშკარიც. როგორ მოახერხა ალეკველისაშვილმა შეღწევა შიგდა ტერიტორიაზე გამთენიას, სავარაუდოდ დილის 5 საათზე ჩემთვის უცნობია. ახლა კი რაც შეეხება კვირის სხვა ნომოსებს. აკაცუკები გააკაცუკდნენ და 28-ში ისევ სააკაცუკეთში ჩააკაცუკდნენ. ზომბილენდის მკვიდრნი შავ პარასკევს ისევ ქალაქის ქუჩებში გამობოდიალდნენ და სავარაუდოდ რეტროგრადული მერკურის დასრულება აღნიშნეს. თუმცა აღმოაჩინეს, რომ მათი უზერობა რეტროგრადული მერკურის ბრალის სულაც არ ყოფილა და ისევე უმიზნოდ დაიშალნენ, როგორ უმიზნოდაც შეიკრიბნენ. თუმცა ჩვენ გასართობად რამდენიმე სახალისო ვიდეო დაგვიტოვეს, თუმცა ამ ვიდეოების შორის ჩემი ფავორიტი -0.99%-იანი პარტიის ხელმძღვანელი თამარა ფრეიზია, რომელმაც ქართულ ოცნებას გადადგომისკენ მოუწოდა. იმისთვის, რომ ქართველობა, ქართული, ანუ ევროპული იდენტობა შევინარჩუნოთ, რეჟიმი უნდა გადადგეს. მე არ ვიცი ზომბებს მაინც და მაინც მოსაღამოებულზე რატომ უნდათ ხოლმე ქუჩებში გამობოდიალება, თუმცა ზომბია და გუნება. ახლა კი საუკუნის fake news-ის გაგაცნობთ. საუკუნის fake news-ების მკეთებელი ქარხნიდან ბრიტანულმა TV ქვესკნელმა, ანუ BBC-მ, სანდო წყაროზე, ანუ აკაცუკებზე დაყრდნობით, ერთი ფრიად საინტერესო ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ამ ძიების მიხედვით ჩარშანდელ აქციებზე ქართულმა ოცნებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა. გესმით ხალხო? ქიმიური ნივთიერებებია. კიდევ კარგი BBC-მ ის მაინც არ თქვა, აკაცუკების ცარიელ თავზე ქართულმა ოცნებამ ბიჭუნა და მსუქანა ჩამოაგდო. ამხელა BBC რომ ხარ, მოიფიქრე რა რამე უფრო გენიალური დრამა, ექშენი, სიგიჟე, TV ჭუტამ როგორ უნდა გაჯობოს სისულელეების კეთებაში. ნამდვილად დასანანია TV გიგანტის, ასეთ დაცემა და ასეთი მწირი ფანტაზია. მოკლედ მიასამშაბათა Deep State-მა ეს ამბავი. მათი მსუყრე გაფორმება, დრამა აყდა ამ მოვლენას. მაგალითად, დაესვათ გია ბარამიძე, კოლინ პაუელივით სარეცხი ფხვნილით ხელში, თინა ბოკუჩავას კი ჰილარი ლევინსკივით უკაცრავად. ჰილარი კლინტონივით ეკისკისა. მაშინ ხომ უფრო შეიკრებოდა დრამა. This forced several hundred people to undergo emergency medical treatment. As we came, we saw, he died. სამწუხაროდ დღევანდელ გადაცემას ჩემი ფავორიტი ზომბის ირაკლი ტაბლოტუბლოს გარეშე ვასრულებ, რადგან მას ბოლო 2 დღის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული ტოპ მარგალიტი არ უთქვამს. მე ცოტა შეშინებული ვარ. გახსოვთ ამას წინათ რომ თქვა გამოჯამრთელდიო. იქნებ მართლა გამოჯამრთელდა? იქნებ მართლა განიკურნა. ხომ არ დავიღუპეთ? გამოჯამრთელდი როგორც იქნა. თუ ეს კაცი მართლა განიკურნა, ჩემი და ვალერი კვარაცხელიას რუბრიკა ფსიქიატრიული რენტგენი თავი პაციენტის გარეშე რჩება. თუმცა იმედია ჩემი ყველა დროის ფავორიტი პერსონა მხოლოდ გრიპისგან განიკურნა და ის არასოდეს მოგვაკლებს თავის გენიალურ ვიდეოებს. დღეს კი BBC-ზე გაცილებით მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მქონე ნოვოსი ამით გემშვიდობებად. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თამარ სიუჟეტისთვის და მადლობა იმისთვის რომ შემახსენე კოლინ პაუელი და ჰილარი კლინტონი. ეს ორი უსინდისო ადამიანი რომლებიც ცდილობდნენ რომ მთელი მსოფლიო მოეწყობებინათ და მათმა სიცრუემ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რა უბედურება დაატრიალა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ეს ყველასთვის გასაგებია. და ბოლოს ის პასაჟი რაც შეეხება ტაბლიაშვილს, ტაბლოტუბლოს როგორც შენ უწოდებ. შემგონია გამოჯამრთელდა? არა თამარ. მაგას რა გამოაჯამრთელებს? მაგის გამოჯამრთელება გამორიცხულია. არ გჯერა? აბადონ. ზინა ივანიშვილმა პერსონალურად აინაცვლა არა სერგო ორჯონიკიძეთა აინაცვლა სერგო ორჯონიკიძეთა გუნდიდან ასადების ლუკაშენკოთა გუნდიდან აინაცვლა ასადის საფეხბურთო კი არა ტერორისტთა გუნდში. რა გამოაჯამრთელებთ ამათ? მოკლედ ასე დავამთავროთ ფსიქიატრიის რენტგენი და გადავიდეთ საქმეზე, ასე ვთქვათ. ეს სიგიჟე, რომელსაც მე ხას უსვამ აქ ამ ჩემს გადაცემაში და რომელიც საქართველოში ასე მოგვიმრავლდა და მოგვიმძლავრდა, მარტო საქართველოში არ ბობოქრობს. ეს სიგიჟე მსოფლიოში ემოდებული და სამწუხაროდ ისეთი მაღალი პერსონების ავამტყოფობად იქცა, როგორც არის ვთქვათ ნატოს გენერალური მდივანი ბატონი რუტე. აი ერთ-ერთ ქვეყანაში რა განცხადებები გააკეთა მან. Iceland is also a convening power. Исландия – одна из стран-основательниц НАТО. Насколько я помню, их было 10 в 1949 году. Когда из зала его тут же поправили, ведь стран-основательниц было 12, Рюте согласился и, дабы скрасить неловкость, не нашел ничего лучшего, как призвать Исландию увеличить военные расходы, готовиться к противостоянию на Крайнем Севере с Россией и Китаем. Вышло еще более смешно, ведь Исландия
единственный член НАТО, у которого нет постоянной армии, а следовательно и, строго говоря, военных расходов. Исландия согласилась войти в НАТО именно на таких условиях. Армии своей не будет, а защищать остров должна американская база в Кефлавике. На то мы порешили. Требовать сейчас у исландцев, которых всего-то 370 тысяч человек на острове, повысить военные расходы со стороны Рютте – глупость. Хотя и не такое сегодня в Европе сходит. აი ასეთი გახლავთ ინტელექტუალური მონაცემები ნატოს გენერალური მდივნისა. ხომ ჟღერს ნატოს გენერალური მდივანი. ამ დროს ამ კაცმა არ იცის ნატოს ელემენტარული ისტორია. ნატოს წევრი სახელმწიფოების ფუნქცია, დანიშნულება და როგორ და რა პირობით არიან ისინი ნატოს წევრები. ანუ ელემენტარული რამ არ იცის ნატოს შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა. სხვა რამე შეიძლება მან იცოდეს? არ ამგონია, მაგრამ ეს მარტო ნატოს გენერალურ მდივანს ხომ არ შეეხება. ევროპაში და დასავლეთში ისე მომრავდნენ ეს უვიცი ჩინოვნიკები, აბსოლუტური უცოდინრები, მაგრამ აბსოლუტური არამზადები, რომ თვლა აღარ აქვს მათ. აი ერთ-ერთი შაირობა, ასე ვთქვათ, მედინსკისა და კაია კალას შორის, რომელსაც თამარ კვარაცხელია ცუდია კალას უწოდებს. In last 100 years, Russia has attacked more than 19 countries. За последние 100 лет Россия напала более чем на 19 стран, на некоторые по 3-4 раза. Ни одна из этих стран никогда не нападала на Россию. Конечно, такое можно было бы списать на общую серость и простить, но ведь такое идеологическая основа для принятия масштабных военно-политических решений. Едко посмеялся над колоссальными открытиями помощник президента России, доктор исторических наук Владимир Мединский. Краткий курс военной истории России XX века для Каи Каллас. 1904. Россия вероломно нападает на Японию в российском Порт-Артуре. 1914. Нападение на Германию в западных губерниях Российской империи. 1918. Россия атакует Англию в Мурманске, США в Архангельске, Францию в Одессе, Японию и США во Владивостоке и Сибири. 1919. Особо отмечу. Россия нападает на молодую независимую Эстонию под Псковом и еще более независимую Польшу под Киевом. 1941. Вершина вероломства. Нападение на беззащитную Германию в белоснежных полях под Москвой. Можем копнуть глубже. 1854. Россия атаковала земли Англии и Франции в Севастополе и Петропавловске-Камчатском. 1812. Угрожала французскому суверенитету под Бородино. 1709. Агрессия против Швеции под Полтавой. Так дойдем до изначальной агрессивности русских с их вероломными ударами по Батыю под Рязанью и по немцам на Чудском озере. Готов при случае провести персональный ликбез по истории для сей молодой дамы, приятной во всех отношениях, кроме некоторых пробелов в образовании. აი ასეთი გახლავთ რუსების პასუხი კაია კალასის ამ გამოხდომაზე, რომელიც არის უტიფრობის და უვიცობის ასეთი მოღაღადე ნიშანი და გამოხატულება. მე კომენტარის სახით ვერაფერს ვერ ვიტყვი, აქ კომენტარი ზედმეტია, ალბათ სრულიად ზედმეტია, მხოლოდ ერთ რამეს ურჩევდი რუსებს. კაია კალას, კაიას კი უძახიან, თამარ კვარაცხელიას მიბაძონ და დაუძახონ ცუდია კალასი, მაგრამ ხო სიტყვა ცუდიას რუსები ვერ გაიგებენ, ეს არის პრობლემა. ეს ხუმრობით ახლა უკრაინის კრიზისი ალბათ დასასრულისკენ მიდის, ალბათ. ამას ნიშნავს პუტინის თუნდაც ეს სიტყვები. Конечно, мы хотим договориться в конечном итоге с Украиной. Но это сейчас просто практически невозможно. Невозможно юридически. От тех, кто может, кто хочет, тот пускай ведет переговоры. Нам нужно, чтобы наши решения были международно признаны основными международными игроками. Вот и все. И это имеет значение. Потому что одно дело решения признаны, так, и, допустим, там определенные территории находятся под российским суверенитетом, и в случае нарушения договоренности это будет нападение на Российскую Федерацию со всеми вытекающими из этого ответными мерами России.
Или это будет восприниматься как попытка вернуть законно принадлежащую Украину территорию. Это разные вещи, и поэтому нам, конечно, нужно признание, но не от Украины сегодня. აი ასეა, ამ თემებზე პუტინი ასე ხმამაღლა ლაპარაკს არ დაიწყებდა, ის რომ არ ხედავდეს, რომ მართლაც უკვე დასასრულამდე მიდის კრიზისი და ის დასრულდა უკვე რუსეთის სრული გამარჯვებით და არა უკრაინის, არამედ დასავლეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის და ნატოს კრახით. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ახლა სხვა როლს თამაშობს, ახლა სხვა პრეზიდენტია. იმან უკვე მოირგო, ვთქვათ, ახალი როლი მშვიდობის მყოფელისა, მშვიდობის მოყვარულისა და იყოს ასე. მთავარია რომ ეს კრიზისი დასრულდეს, ეს სისხლისღვრა დასრულდეს და ყველაფერი წარიმართოს ისე როგორც უნდა წარიმართოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს რა რეალობასთან, რა გეოპოლიტიკურ ვითარებასთან გვექნება საქმე. ისე პუტინი აცხადებს, რომ ჩვენ ნებისმიერი გაგრძელებისთვის მზად ვართ. Те на Западе, кто понимают, к чему это может привести, настаивают на прекращении боевых действий как можно быстрее. А другие, которые полагают, что Купянск уже вернулся под контроль вооруженных сил Украины, настаивают на продолжении боевых действий до последнего украинца. Вот в чем разница подходов. И кто там нападает на господина Уиткофа, это вот представители другой точки зрения, которые хотят вместе с украинским истеблишментом воровать деньги и продолжать боевые действия до последнего украинца. Но я уже публично выступая сказал, в принципе, мы к этому готовы. აი ასეთია უკვე პრაქტიკულად გამარჯვებული მეთაურისა, სახელმწიფო მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ და რა თქმა უნდა პუტინი ხელს მოაწერინებს იმაზე, რასაც ხელი უნდა მოეწეროს დასავლეთს. პუტინი არ მიიღებს უკრაინის თვითმარქვია დამნაშავე პრეზიდენტად ყოფილის ხელისმოწერას, იმიტომ რომ მას რეალურად არავითარი ძალა არ ექნება. ამიტომ პუტინი აქედანვე ალაპარაკდა უკვე ამ საკითხებზე, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი, სხვა ახსნა, სხვა დადასტურება იმისა, რაც ხდება, ყველაფერი მიუღებელი იქნება გარდა დასავლეთის აღიარებისა. ისე ყველაფერი გრძელდება ჯერჯერობით არ დამთავრებულა ეს ამბები, ამასინათ მოხდა გემებზე თავდასხმა უკრაინელთა მხრიდან, აი აქაც ძალიან საინტერესო შეფასება მოვლენისა რუსეთის პრეზიდენტისგან. Во-первых, мы расширим номенклатуру таких ударов наших по портовым сооружениям и по кораблям, по судам, которые заходят в украинский порт. Первое. Второе. Если это будет продолжаться, мы рассмотрим возможность, я не говорю, что мы это будем делать, но рассмотрим возможность ответных мер в отношении судов тех стран, которые помогают Украине осуществлять эти пиратские акции. Ну, самый радикальный способ – это отрезать Украину от моря. Тогда ей невозможно будет заниматься пиратством в принципе. ეს ძალიან სერიოზული განცხადება გახლავს. იგი იმ გემების მდგომარეობასაც დავაკვირდებით და შევისწავლით, რომლებიც შემოდიან უკვე სხვა ქვეყნების და სხვა სახელმწიფოების, არა უკრაინის. და გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ ალბათ საკითხს, რომ უკრაინა მოვწყვიტოთ ზღვაზე გასასვლელს, რომ უკრაინას არ კონდეს ზღვაზე გასასვლელი. ეს ძალიან სერიოზული თემაა. ეს ეხება ოდესას პირველ რიგში და ეს ეხება საერთოდ უკრაინის ახალ მდგომარეობას და ახალ რეალობას, რომელიც ასე ხმამაღლა ჯერ არ გაჟღერებულა. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა გავახსენო ის, თუ როგორია პუტინის დამოკიდებულება იმ პროექტთან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის შემოთავაზებული. В целом мы согласны, что это может быть положено в основу будущих договоренностей. Но было бы с моей стороны невежливо сейчас вот говорить о каких-то окончательных вариантах, но поскольку их нет. Некоторые вещи они носят принципиальный характер. И в целом мы видим, что американская сторона в чем-то учитывает нашу
позицию, которая обсуждалась до Анкориджа и после Аляски. Где-то нам точно совершенно нужно садиться и серьезно обсуждать какие-то конкретные вещи. Нужно все положить на дипломатический язык. Мы же с вами понимаем, это надо сесть и серьезно обсуждать. Каждое слово имеет значение. აი ასე რა თქმა უნდა, თუ დააგვირდით ინტონაციებს, უაღრესად საინტერესო მომენტი გახლავთ, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი უკვე ჩამოყალიბებულნიც კი არიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს. ეს ახალი რეალობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ რიგში პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა ის, თუ რასთან აქვს საქმე და ახლა ცდილობს, რომ საქმე ისე მოამთავროს და ისე დაასრულოს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახე შეინარჩუნოს და ის არ გამოჩნდეს პროვოკატორი, სინამდვილეში არის პროვოკატორი ამერიკული სახელმწიფო და ტრამპის წინამორბედი პრეზიდენტი და პრეზიდენტები, მაგრამ აი ეს ყველაფერი ოდნავ რომ შერბილდეს ეს წახნაგები და ასე რომ წარმოჩინდეს, ამისთვის ტრამპი დგამს შესაბამის ნაბიჯებს და პუტინსა და ტრამპს შორის, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გარკვეული თანხმობა, გარკვეული შეთანხმება უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ჩანს. ამიტომ თქვი მე რომ ეს კრიზისი, უკრაინის კრიზისი ალბათ მალე მივა თავის ფინალამდე მეთქი. დიახ, ახლა ფინალამდე რომ მივიდეს, კიდევ რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი. რა უნდა მოხდეს აი იმ ტერიტორიებზე, რომელსაც რა თქმა უნდა რუსეთი წამოიღებს. უკრაინას არავითარ შემთხვევაში აღარ დარჩება ეს ტერიტორიები, იმიტომ რომ იმ ტერიტორიების განთავისუფლება ხდება პრაქტიკულად. უკრაინელები რა სისხლიან ბატალიებსაც ატარებდნენ იმ ტერიტორიებზე და იმ მაცხოვრებლების მიმართ, განსაკუთრებით აი დონბასის ტერიტორიაზეა საუბარი, ეს ყველასთვის გასაგებია, ამიტომ ის ტერიტორიები უნდა განთავისუფლდეს, მაგრამ რა უნდა მოხდეს კონკრეტულად? იქიდან უნდა გავიდეს უკრაინული არმიის ის ნარჩენები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან რაღაც გარკვეულ ტერიტორიებზე. აი პუტინის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. Мы до сих пор получаем заходы о прекращении боевых действий там. Войска Украины уйдут из занимаемых ими территорий, вот тогда и прекратятся боевые действия. Не уйдут, мы добьемся этого вооруженным путем. წავლენ იქიდან შეიარაღებული ნარჩენები. მაშინ დამთავრდება საომარი მოქმედებები. არ წავლენ, ჩვენ ამას მივაღწევთ სამხედრო გზით. აცხადებს პუტინი და რა თქმა უნდა, ეს ასე იქნება, ამას უკვე შეუქცევადი ხასიათი აქვს და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. აი რას გვეტყვის პუტინი იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც არის ფრონტის ხაზი. Харьковская, Днепропетровская, Запорожская, Сумская области ДНР. Везде расширяется зона контроля наших войск, и российская армия не снижает давление. После саммита ОДКБ в Бишкеке Владимира Путина спросили, каковы его оценки происходящего на линии соприкосновения. Кому-то хочется верить, что тот же самый Купянск, 4 ноября, напомню, глава киевского режима сообщил о том, что он через 5-7 дней будет в руках ВСУ находиться. Сейчас, как известно, группировка противника там полностью ликвидирована, город полностью в наших руках, а на левом берегу реки Оскол заблокированы еще 15 батальонов, это 3500 человек. И некоторые наши командиры говорят, что отдельные военнослужащие ВСУ в этом районе уже выглядят как бомжи. Это не шутка. Ну там же, представляете, 3500 человек, забросать там коптерами питание, значит, из нашего бронирования, боеприпасы, ну это невозможно. აი ასეთი ვითარებაა შექმნილი. ვითარებაა შექმნილი, როდესაც ფრონტის ხაზი ძალიან გაფართოვდა და უკრაინას პრაქტიკულად ყველა მიმართულებიდან აქცევენ ცეცხლის ალში და ალყაში. იმიტომ რომ შეშლილ ვინმე ზელენსკის მის შეშლილ პატრონებთან ერთად პირველ რიგში ევროპაში და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ბევრი მხარდამჭერი ყავს არ სურთ ომის დამთავრება.
არ სურთ სისხლისღურის შეწყვეტა. ამიტომ მიიღო ასეთი მასშტაბური სახე ბოლო პერიოდში საომრმა ვითარებებმა, აი მაგალითად რა მდგომარეობაა კიევში შექმნილი. Российские крылатые ракеты и дроны продолжают выносить инфраструктуру. Под Киевом в ночь на субботу был удар по аэродрому Староконстантинов с истребителями F-16 и «Мираж». Среди целей в столице были подстанции. Человек из своей квартиры снял, как после удара в Киеве гаснет свет. А вот кошка, сидя на подоконнике, вместе с хозяином следит за пролетами ракет. В субботу вся западная часть города была обесточена. Еще одной целью стал жулианский ракетный завод «Визар». Минобороны сообщила, что массированный удар нанесен в ответ на террористические атаки ВСУ по гражданским объектам в России. Дроновые налеты Киева суицидального толка. Значительно больше вред он наносит ими себе. Из той же серии перемалывания населения в котлах. ევროპა წრძის შიშისგან კანკალებს, ცახცახებს და არ იცის რა გააკეთოს. ევროპა გახყვირის, რომ რუსეთი თავს დაგმოსვს. არა, რუსეთი ევროპისთვის თავს დასხმას არ აპირებს. ეს არ არის რუსეთის ამოცანებში, რუსეთის მიზნებში. მაგრამ ევროპის მიზნებში ისტორიულად შედიოდა ასეთი რამ, რუსეთზე თავდასხმა. შეშლილობის მასშტაბი ევროპაში ისეთია, რომ შესაძლებელია ასეთი რამ ახლაც გამეორდეს. პუტინი იმასთან დაკავშირებით აპირებს თუ არა ის თავდასხმას ევროპაზე. Просто там есть люди, мне кажется, они не в себе немножко, когда публично, или жулики какие-то, что-то они за это хотят получить, публично своему населению, своим гражданам говорят, что вот Россия готовится к нападению на Европу, и нам нужно немедленно укреплять, значит, свой оборонный потенциал. То ли они обслуживают интересы оборонной промышленности, частных компаний, то ли они на этом фоне как-то стараются поднять свои внутриполитические рейтинги, имея в виду плачевное состояние экономики, социальной сферы. Но трудно сказать, чем они руководствуются, но с нашей точки зрения это полная чушь, это ложь прямая. Но тем не менее, если это раскручено там в общественном сознании, если они напугали своих граждан, и те хотят услышать, что мы не собираемся, и у нас в планах нет, никаких агрессивных нет планов в отношении Европы, пожалуйста, мы готовы это зафиксировать как угодно. აი კიდევ ერთხელ თქვა და დააფიქსირა პუტინმა, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ აპირებს, მაგრამ როგორც ვთქვი წეღან, თუ კი მოხდება საწინააღმდეგო რამ და ევროპიდან განხორციელდება აგრესია. რა მოხდება და რა იქნება ასეთ შემთხვევაში? Мы не собираемся воевать с Европой, я уже об этом 100 раз сказал. Но если Европа вдруг захочет с нами воевать и начнет, мы готовы прямо сейчас. რა თქმა უნდა. ორი აზრი არ არსებობს. ევროპა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მიიღებს საკადრის პასუხს. თუ კი ევროპიდან იქნება აგრესია რუსეთის მიმართულებით. ისე ევროპაშიც ჩემდა გასაკვირად მოიძებნებიან გონიერი ადამიანები. მე გულისხმობ რა თქმა უნდა ხელისუფლებაში და მაღალ ეშელონებში მყოფ ჩინოვნიკობას. აი მათ შორის გონიერი ადამიანის პოვნა ჭირს მართლა როგორც იტყვიან სანთლით არის საძებარი ასეთი კაცი, მაგრამ მადლობა ღმერთს არსებობენ ასეთები. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ჩავიდა. Визит премьера Орбана в Россию в разгар обсуждения мирного плана Трампа и накануне приезда американской делегации в Москву вызвал в Европе очередную паническую атаку. Немецкий канцлер Мерц спешит дать понять, что Будапешт, в отличие от Берлина, Европу в нынешнем конфликте не представляет. Орбан поехал без европейского мандата и без согласования с нами. И это не новость. У него собственное представление о том, как должна закончиться война. Туда же и польский премьер Туск, который
прямым текстом заявил, что НАТО, цитата, «создавался для защиты Запада от советской агрессии, то есть от России», и обвинил лидера Венгрии в преследовании своих интересов. Орбан, отправившийся из Москвы домой прямиком на антивоенный митинг, тут же парировал, что это в интересах как раз всей Европы осознать и принять сложившуюся ситуацию на фронте. Вот только нынешние руководители ЕС на это не способны. Признание того, что эта война проиграна и мы не будем ее продолжать, вызвало бы фундаментальное землетрясение и изменения в европейской политике. И они еще не дошли до того момента, когда их заставят это признать. ნახეთ რა სიტყვები წარმოთქვამან. ის რომ ეს ომი წაგებულია, ჯერ კიდევ ვერ დავიდა ევროპელებამდე. მაგრამ მათ აიძულებენ გაიგონ და მიიღონ ეს რეალობა. ასეთი არის უნგრეთის პირველი პირის, პრემიერ-მინისტრ ორბანის განცხადება. უაღრესად დამაფიქრებელი განცხადება და სხვათა შორის დამაფიქრებელი განცხადება ჩვენთვისაც. ქართველებსაც მოგვიწევს რაღაცის გაცნობიერება. აუცილებლად მოგვიწევს, მაგრამ მზად ვართ რომ რამე გავაცნობიეროთ. ხელისუფლება არის ამისთვის მზად. მე პირადად ხან იმედით უყურებ ამ საქმეს, მაგრამ ხან ეჭვი მიპყრობს. აი სიუჟეტი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ეჭვებს კი არა, შიშსაც ბადებს. საქართველოშიც ისევე ხომ არ გავგიჟდით, როგორც უკრაინაში გაგიჟდნენ. იქ ზელენსკი და მისი ხროვა მყავს ხელოვნებაში, აქ ქართული ოცნება და მისი ლიდერები. გამაგებინეთ, მითხარით, ამიხსენით. რას ნიშნავს ის, რასაც ახლა ნახავთ და მოისმენთ. რა არის ეს? აი ეს. კაიროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთისგან უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს. დოკუმენტს მხარი 91 ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის არის საქართველოც. 12 სახელმწიფო წინააღმდეგი იყო, 57-მა თავი შეიგავა. საქართველოს მკაფიო პოზიციის ფონზე, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ ასობით რეზოლუციაზე მიერთებას გულისხმობს, მმართველი გუნდი ევრობიუროკრატების უსამართლო დამოკიდებულებაზე მეუთითებს. საქართველოს 1000-მდე რეზოლუციას მიუერთდა და მათ შორის ერთ-ერთი იყო გუშინდელი კენჭის რა, სადაც ჩვენ მხარი დაუჭირეთ უკრაინას და უკრაინის მოთხოვნას და ეს აისახა კიდევ 20 რეზოლუციაში, განსხვავებით მათ შორის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან, რადგან როგორც წესი ასეთი კენჭისყრის დროს ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამოდის და ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რაც ადასტურებს ჩვენ სწორ პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. კაფიოდ საქართველოს ყოველთვის უჭერდა მხარს უკრაინულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. გესმით, რას გვებოდიალებიან, სხვა სიტყვის პოვნა მიჭირს. აი ამ განცხადების გაკეთება და ამ ნაბიჯის გადადგმა ახლა. ისევ უკრაინისთვის მხარის დაჭერა რაღაცაში არ აქვს მნიშვნელობა. ეს სიგიჟე არ არის? ეს შეშლილობა არ არის? ეს წინდაუხედავობა არ არის? ეს საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არ არის? თქვენ თვითონ არ თქვით ახლა რომ ჩვენმა მეზობლებმაო სხვა გადაწყვეტილება მიიღესო? გაარიდეს თავიო ამ კენჭისყრასო და მაშინ მონაწილეობასო. კი, მაგრამ თქვენ რა ღმერთი გიწყრებათ? თავის შეკავება მაინც არ შეგეძლოთ? ახლა უკრაინისთვის ხარის დაჭერა არ ვიცი. მართლა გაგიჟდით? თქვენ გონიათ მართლა ყველაფერი დამთავრდა? თქვენ გონიათ მართლა საბოლოოდ დაამკვიდრეთ მშვიდობა და მართლა სამშვიდობოს გახვედით? კარგად ხომ ხართ? არ ვიცი. კიდევ რა გითხრათ, აი მაგალითად გუშინ როგორ შეხვდნენ ვლადიმერ ეს მაინც არ გინახავთ? არ ვიცი ეს კადრები თუ გვაქვს ბატონო ზაალ იქნებ გვაჩვენოთ თუ არა და ისედაც ნანახი აქვს და იციან რა როგორ და რანაირად რა მასშტაბის არის ეს შეხვედრა რა ახალი ურთიერთობები ყალიბდება
რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი. თქვენ ეხუმრებით ამ კავშირს. თქვენ ეხუმრებით ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას. ვერ ხედავთ, ვერ აცნობიერებთ, რომ ახალი გეოპოლიტიკური ყრმა იშვა. თავდება დასავლური ცივილიზაციის დომინანტი და იწყება ერა აღმოსავლეთის. აი ამას ოდნავ მაინც ვერ უნდა აუღოთ ალღო, ვერ უნდა მიხვდეთ, რომ გლობალურად იცვლება მიდგომები, ურთიერთობები, ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი საერთაშორისო სამართალი, სადაც შეკვეცილი იქნება დასავლეთის როლი. ევროპის მზე ჩაესვენა უკვე, მაგრამ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ადგას მაინც და მაინც კარგი დღე. თუმცა, რა თქმა უნდა, აი ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ჩინეთისა და ინდოეთის თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სულაც არ არის გამორიცხული. თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან კეთილინება იქნება. თუ ამერიკის შეერთებული შტატები ორბანის სიტყვას გავიმეორებ, გააცნობიერებს იმას, რაც უნდა გააცნობიეროს. ახალ რეალობას. დიახ, მოდის ახალი ტენდენცია, სახელმწიფოთა შორის კავშირების ტენდენცია. ოღონდ ზუსტად უნდა იყოს დანახული და შერჩეული. ვისთან გვინდა თანამშრომლობა, როგორ გვინდა თანამშრომლობა. ახლა ძალიან ბევრს გიტევენ ხელისუფლებას მიმართავ და გახვირიან იმასთან დაკავშირებით, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიცია. აქ მარტო არაბული ინვესტიციის პრობლემა კი არ დგას. საქართველოს ისლამიზაციის პრობლემა დგას. და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს პრობლემა თქვენი მონაწილეობით დადგა. იმიტომ რომ დასავლეთთან რაგი საერთო ენა ვერ გამონახეთ, ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვერც ევროპასთან, ევროკავშირთან. არ მიგიღეს. წიხლი გკრეს. სილა გაგაწნეს. სახეში შემოგაფურთხეს და პანღურიც მოგაყოლეს. აი დასტური თუნდაც ეს ფილმი გახლავთ BBC-სა, რომლის შესახებაც დღეს ბლომად ვისაუბრეთ. მიუხედავად ამისა, თქვენ რაღაცნაირად წერას ყავხართ ატანილი და ცდილობთ, რომ დასავლეთს არ ჩამოშორდეთ და ხომ არ ფიქრობთ, რომ თურქეთს ჩამოეკიდებით. ანუ საქართველოს ისლამიზაციას მოვაწერთ ხელთ და ამითი გახვალთ ფონს, ანუ ამითი ჩამოეკიდებით ისევ დასავლეთს. თუ ამას ფიქრობთ, ღრმად ცდებით. იმიტომ რომ ეს არ არის საქართველოს პერსპექტივა. საქართველოს პერსპექტივას მე სხვანაირად წარმოვიდგენდი. და აი ეს ჩემი წარმოდგენა საქართველოს პერსპექტივაზე რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ გაახმოვანა ბელარუსის პრეზიდენტმა Александре Лукашенко. Если рухнет Россия, то мы даже не заметим, где мы окажемся. Вот через нас просто перешагнут, как я говорю, в жерновах перемелят и выплюнут. Таким государством, как мы, в одиночку не просто будет трудно выжить, будет невозможно. Поэтому я и взял более жесткий курс на то, чтобы сохранить наш суверенитет и независимость, чтобы мы были государством, но мы были в тесной связке с нашими ближайшими друзьями и братьями. Кто это? Это Россия, это Казахстан, это Украина. Неважно, что там происходит сегодня. Там народ обездолен до крайности. Так долго продолжаться не может. Мир изменится серьезнейшим образом. Мир изменится в плане объединения народов и государств в союзы. აი ასეთი იყო ლუკაშენკოს განცხადება. მრავლის მთქმელი და ძალიან სერიოზული განცხადება. აი აქ არის ალბათ ყველაზე სწორი იმ რიტუალის შესრულება, რითაც ვამთავრებ ამ გადაცემას ხოლმე. სანთლის ანთება და პირჯვრის გადაწერა. გთხოვთ, რომ თქვენს შემომიერთდეთ ამ
რიტუალის შესრულებაში გადავიწეროთ პირჯვარი და ვიფიქროთ იმაზე, რომ მართლმადიდებელ სამყაროშია ჩვენი გადარჩენა. სხვა რამ ჩვენთვის არ არსებობს. ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, ეს არის აპრობირებული გზა, ეს არის გამოცდილი გზა. ბოლო 30-35 წლის ისტორიამ დაგვანახა, რომ სხვა გზა არ არსებობს. არ არსებობს. ამიტომ ის გზა, რომელიც ნაცადია, ის გზა, რომელიც ჩვენია, იმ გზას უნდა დავადგეთ. ისევ და ისევ პირჯვრის გადაწერით და ისევ და ისევ იმ ჩვენი შესანიშნავი ანგელოზის გულმოდგინებით და სიჯიუტით, რომელიც მიუყვება ამ კიბეებს, მიუყვება ისეთი მონდომებით, რომ შეუძლებელია მიზანს არ მიაღწიოს. მიზანი კი ღმერთთან ზიარებაა, ზნეობასთან ზიარებაა, ჭეშმარიტებასთან, სიკეთესთან, სიყვარულთან ზიარებაა და სანთლებთან ისვლა. აი, ასე უნდა ვიაროთ ჩვენც. ამის შემდეგ, ვინმე თუ დააკაკუნებს ამ კარებზე და ეტყვის, რომ ეს გადაცემა აიკრძალა, მე არ გამიკვირდება. თუმცა ეწყინება ძალიან, იმიტომ რომ ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ გზასაც დენილობა უფრო ხიბლავს, ვიდრე სწორ გზაზე შედგომა. აი, ყველაფერი ის, რისი თქმაც დღეს თქვენ წინაშე მინდოდა. მე ვფიქრობ, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.